ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაფიცვა გრძელდება თანამშრომლების თქმით პროტესტი მანამდე გაგრძელდება სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მათი თქმით ხელნაწერთა ცენტრში აუდიტის სამსახურის შესვლა მხოლოდ მათ დაშინებას ემსახურება. გაფიცვლები ითხოვენ ისინი პარლამენტის დაქვემდებარებაში გადავიდნენ, გარდა ამისა მიეცეთ უფლება ხელმძღვანელი თავად აირჩიონ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების განცხადებით აუდიტის სამსახურმა გუშინ 6 საათი იმუშავა, თუმცა არც ერთი სერიოზული დარღვევა არ გამოვლენილა. ეს საკითხი მეგობრებო გასცდა უწყებათა შორის დაპირისპირების სფეროს და შესაბამისად ამაში ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს საქართველოს ხელისუფლების. უნდა შეიცვალოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მაკონტროლებელი. უნდა იყოს იგი მისი მაკონტროლებელი ან საქართველოს პარლამენტი, ან საქართველოს მთავრობა და მეორე აუცილებელია შევიდეს საქართველოს კანონში ინიციირება მოხდეს და შემდგომ იმჯელოს პარლამენტმა და მიიღოს კანონი, რომელიც გაუქმდა წინ წესის შესახებ, რომელიც გაუქმდა 2011 წელს სრულად უსამართლო წინა ხელისუფლების მიერ, რომლის მიხედვითაც სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებს აეკრძალათ საკუთარი ხელმძღვანელის სამეცნიერო საბჭოის საკუთარი ხელმძღვანელის არჩევის უფლება. როგორც დამოუკიდებელმა აუდიტმა, როგორც სხვადასხვა იურიდიულმა წარმომადგენლებმა, იურიდიული ფირმების წარმომადგენლებმა შეისწავლეს ეს დასკვნა, რომელიც გაჯერებულია სხვადასხვა სახის ცილისწამებებით და არასწორი ინფორმაციით. შეისწავლეს თუნდაც მათი მოყვანილი ყველა ფაქტი და ერთხმად აღიარეს, რომ დასკვნა არ შეიცავს არც მძიმე, არც საშუალო სიმძიმის გადაცვლილებს. არის მცირედი გადაცვლილები, რომელიც დამახასიათებელია ნებისმიერი დაწესებულებისათვის და ის არ შეიძლება გახდეს საფუძველი ნებისმიერი სახის სამართლებრივი დევნისა.